მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში გასწავლით, როგორ დავაყენოთ, როგორც დაგპირდით აკრობატის პლაგინები. ესეთი საყვარელი პატარა პროგრამაა, რომელსაც სრული შემთხვევაში მომწერთ და გამოგიგზავნით. აქ წერია ყველაფერი დეტალურად, რა როგორ უნდა დაყენდეს, მაგრამ მაინც ვიდეოში გავიაროთ ერთად. DMG-ს გავხსნით პირველ რიგში და აკრობატს მივუთითებთ. დავეთანხმებით პრობლემად ამ ყველაფერს. შემდეგ არის პატარა დასაინსტალირებელი მინიატურული პროგრამა. ეს აკრობატის პლაგინებია. ჩვეულებრივად მივყვეთ, როგორც სხვა პროგრამებს ვაინსტალირებთ, აქ ამას ამოაგდებს, მაგრამ არ მიაქცევთ ყურადღება. ოკეის დააჭირეთ, ყველაფერი ჭიქრულად მიდის. თავარია successfully დაწერა ბოლოში. გავხსნათ ჩემი სავიზიტო ბარათი, მაგალითად, და გამოვიყენოთ ეს საყვარელი პლაგინები, რომელიც ძალიან გამოგადგებათ იმ ადამიანებს, ვინც მუშაობთ სარეკლამოში და განსაკუთრებით პოლიგრაფიაში. ბევრი წვრილ-წვრილი რაღაცები, როცა არის დასალაგებელი პეიჯები, სავიზიტო ბარათები, მათთვის არის. ნახეთ, სალიცენზიო კოდები უნდა შევიყვანოთ. readme რომ ეწერა text box-ში, აქ წერია ეგეც, რა უნდა შეიყვანოთ. კოდები, serial number-ი და კოდი. აი, ამას დავაკოპირებთ. ეს სამწუხაროდ ესე არ შვება. ჩვეულებრივი კოპირება ჯობია გავაკეთოთ. ყველაფერს დაეთანხმეთ. ორგანიზაციის სახელის ჩაწერა არ არის სავალდებულო, იქ გაიჩიც წერია. ამასაც დაეთანხმეთ. არაფერს შეცვლის. გატშვით. ახლა ეს პანჯარა, Stephen Drippit, ჩემი საყვარელი პანჯარაა. ამეორებს თუ მაგალითად სავიზიტო ბარათი გვაქვს დასაბეჭდი და გვინდა რომ ჩავალაგოთ. ერთ ფურცელზე, ამისთვის აქ მერე თქვენ როგორც მოგიხერხდებათ, ისე გადაანაწილებთ. მერჯინებს მე მაგალითად არ ვიყენებ, იმიტომ რომ თუ მჭირდება მერჯინის გაკეთება დასაჭრელად, მაგას უკვე თვითონ Corel-ში ან Illustrator-ში ვაკეთებ ხოლმე და აქ აღარ ვიყენებ. შეგვიძლია შევცვალოთ ფერთა პალიტრა და ასე შემდეგ, ყველაფერი. ძირითადად მსგავს კარტებს, როგორიცაა სავიზიტო ბარათები და ასე შემდეგ, ვალაგებთ SR3-ზე. ამიტომ აქ SR3 არ გვაქვს A3, A4, A5 და უფრო სტანდარტული ფურცლები. შეგვიძლია more choice-დან ჩვენ თვითონ ჩვენი სასურველი ზომის დავამატოთ. არა სამწუხაროდ ახლა ჩემი აკრობატი ინჩებშია და ინჩებში ნამდვილად არ მახსოვს SR3 რამდენი იყო. აიცა დავგუგლოთ. ეს მილიმეტრებში ნამდვილად ესეა. 320/450-ზე. მაგრამ ინჩებში არ მახსოვს. ნამდვილად. აი დავგუგლავ. აი ეს ყოფილა ინჩებში. რასაც ნამდვილად ვერ დავახსოვებდი. ესერა ნაღდი. SR3. ხო, მე ძირითადად ვიყენებ ხოლმე გაცენტრას. თქვენ როგორც გაგიხარდებათ, ისე გადაალაგეთ, მაგრამ როცა გაცენტრილია ფურცელი, პირველ და მეორე გვერდსაც ერთნაირად ცენტრავს და ლითო აბაროტი ძალიან კარგად დაემთხვევა დაბეჭდის შემდეგ. მაგის ნახვა, ან შეგიძლიათ გადაამოწმოთ თქვენს პრინტერზეც და თქვენს პრინტერსაც გადაამოწმებთ ამით, რამდენად სწორად აკეთებს პრინტს წინ და უკან მხარეს, იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში ცდება ხოლმე 1 მილიმეტრი ცდომილება მოსულა, ასე ვთქვათ და
ძირითადად გასასწორებელია ხოლმე ყველაფერი. ამიტომ მეც ცენტრს გირჩევთ, რომ გაცენტროთ ყველაფერი, თუ არ გჭირდებათ სხვადასხვა ბეიჯების, სხვადასხვა მლიცვა აპარატების დამთხვევა. ამ შემთხვევაში, როცა წინ და უკან გვერდი გვაქვს ერთი, ასე ჯობია. ანუ ერთი და იგივე კი არა. ერთი კონკრეტული და არა სხვადასხვა და ცვალებადი. უცებ. ჩაალაგა თავისი მომატებებით ყველაფრით, ეგ მომატებები რა თქმა უნდა თავიდანვე გაკეთებული აქვს. ჯობია რომ პროგრამა რომელშიც მუშაობთ, იმ პროგრამაშივე გავუკეთოთ 2 მილიმეტრიანი მომატება. მე ძირითადად სავიზიტო აპარატზე სტანდარტულად ვიყენებ 94 მილიმეტრს 54 მილიმეტრზე და საბოლოო ჯამში ჩამოსუფთავების შემდეგ რჩება 90 50-იან 9-5-ზე. ეს კარგი ზომაა. მას ჩემი სავიზიტო აპარატია. შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ. დამალაიქოთ და ეგეთები. ესეც ბონუსი დამავიწყდა კიდე ერთი პლუგინის ჩვენება, როცა სხვადასხვა ბეიჯები კარტები ან მსგავსი რამ გვაქვს, ამ შემთხვევაში რიფითი არ გვაწყობს, იმიტომ რომ ყველა გვერდზე ერთი და იგივეს დაალაგებს. აი, მაგალითად, რას გულისხმობ? ყველაზე ერთი და იგივე დამილაგა. ცალ-ცალკე ფურცელი გააკეთა. და თუ არ მჭირდება მაგალითად 1-2-3-4-5-1 ცალი ეს და მჭირდება თითო-თითო, ამ შემთხვევაში ვიყენებთ საერთოდ სხვა პლაგინს. და ესეც აქ არის. Enough pages. დაახლოებით იგივე აქ, როგორც გვინდა ისე დავაყენებთ. შემიძლია ხაზები გავუკეთოთ, მაგალითად თეთრი ფონია. მაგ შემთხვევაში მარჯინებს ვიყენებთ, მაგრამ თავიდანვე Corel-ში ან Illustrator-ში, სადაც დამზადებთ დიზაინს, მე გირჩევთ, რომ იქ გავუკეთოთ ხაზები და არა აქ. A4-ზე დავდოთ. ეს არა 3-ზე დავალაგო. არა, ხა მნიშვნელობა, იმიტომ რომ ცოტა არის. როცა ბევრი ფურცელია, რაც 180 ბეიჯი თუ გასაკეთებელი ან რაიმე მსგავსი, მაგ შემთხვევაში ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ აი სულ 6 სხვადასხვა ფურცელი იყო და დამილაგა ერთ A4-ზე.